კარიბჭე. როგორი ლამაზი და ფართოა სავანის კარიბჭე. ჩვენი ცოდვების გამო ღმერთს შეუძლია გვითხრას, ყველა დარჩეს გარეთ, სამუდამო წყდიაჩი, ყველა დასაღუპია, მაგრამ ნაცვლად ამისა იგი გვიცხადებს თავისი მადლის სასწაულს. ღმერთმა გააკეთა კარი, რომელიც ყველასთვისაა. ეს სასიხარულო ამბავი გვამცნო ჩვენს სახარებამ. ღმერთმა თავად გააღო ჩვენთვის კარი და თანაც როგორი კარი. იგი ფართოა, სიგრძით 20 წყრთის, რაც დაახლოებით არის 12 მეტრი. ძნელად თუ მოიძებნება დედამიწაზე ასე ფართოდ გაღებული კარები. ღმერთმა თავისი სიყვარულის ძალით შექმნა ასეთი ფართო კარიბჭე, რათა ყოველ მსურველს შეეძლოს შესვლა. მან თავად თქვა, რომ ეს კარი ღიაა ყველასთვის. ღმერთი მხსნელია და სურს, რომ ყველა გადარჩეს. უფალი გვეძახის, მოდი, წყურვალე მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. ეს ძალზე ლამაზი კარი 4 ფერითაა მორთული. დაგრეხილი ბისონის თეთრ ფონზე ამოქარგულია ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნაქარგები. ასეთი ფერები მეტად მიმზიდველია და ყოველი მათგანი გვახსენებს იესო ქრისტეს. ჩვენ მოგვიანებით კიდევ გვექნება საუბარი ამ ფერებზე. კარი მსუბუქია და იღება თავისუფლად. იგი არ არის გაკეთებული არც რკინის და არც ხის მასალისგან, არამედ ფარდებისგან. თითოეულის სიგანე 20 წყრთაა და სიმაღლე კი 5 წყრთაა. კარი ისეთი მსუბუქია, რომ ბავშვსაც კი შეუძლია გააღოს იგი. ყოველგვარი სიძნელის გარეშე. როგორც წლოვანს, ასევე ახალგაზრდას აქ სიხარულით ელოდებიან. ეს კარი ერთადერთია. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თვითონ უფალმა ჩვენმა იესომ დედამიწაზე ყოფნისას მოუქცა ამის განმარტება. მან თქვა, მე ვარ კარი, ვინც შედის ჩემით, გადარჩება და შევა და გამოვა. ვინაიდან მხოლოდ მისი მეშვეობით გვაქვს მისასვლელი მამასთან. ის არის მხოლოდ ის ჩვენი მხსნელი. თუმცაღა ადამიანები ხშირად ამბობენ, ყველას თავისი საკუთარი გზა აქვს გადასარჩენად, რაც ყოვლად მცდარი აზრია. არის მხოლოდ ერთი გზა ხსნისაკენ, ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი, კაცი ქრისტე იესო. მხოლოდ მას შეუძლია წაგვიწყვეს ცათასასოფევლისკენ მიმავალ გზაზე.